მოგესალმებით. წელი გავიდა საშინელი ტრაგედიიდან, აგვისტოს ომიდან და დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი დაღუპული გმირების, ჯარისკაცების, პოლიციელების ნათელხსოვნას და ჩვენ კიდევ ერთ სამძიმარს უცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს, მთელს ქვეყანას. იცით რომ ამ ომმა საშინელი შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და ოკუპაციის შემდეგ, ომის შემდეგ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განათავსა ბაზები, სამხედრო ბაზები, დაიკარგა 100 მეტი სოფელი. აბსოლუტურად მოღალატეობრივად შეიძლება ასე ითქვას, წინახელისმრომ ჩააბარა კოდორის ხეობა უბრძოლველად და ომის შედეგად ჩვენ რაც თავარია დავკარგეთ 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ეს საშინელი ტრაგედია გვახსენებს კიდევ ერთხელ, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აირიდა თავიდან ეს ომი პირიქით, რომ მithქვენ ამ პროვოკაციებზე, რომ მithქვენ პირდაპირ წამოეგო და თუ თვითონ არავითარი ცდილობა არ ქონდა იმისა, რომ ეს ომი თავიდან აწილებულიყო და ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ურცხვად აგრძელებენ, საერთოდ აგრძელებენ, გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. მე აქვე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ თუ რაიმე ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, განსაცდელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ მოუტანოს საკუთარ ხაზს და საკუთარ ქვეყანას, ეს არის სწორედ ომი. ეს არის სწორედ შენი საკუთარი ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა. იმ ტერიტორიებს, რომელიც ჩვენ არ მოგვიპოვებია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. როცა ამ ტერიტორიებს შენი უგუნურებით, თუ ღალატით, თუ გამყიდველობით აბარებ უცხო ქვეყანას და ოკუპანტ ქვეყანას, ეს რა თქმა უნდა არის ღალატი. ამას სჭირდება შესაბამისი შეფასებაც. ქართულმა ხალხმა რა თქმა უნდა ამას უკვე გასცა პასუხი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე. მე კითხვები მაქვს და ეს არაერთხელ მithქვამ საჯაროდაც დამისვავს და ჩვენს საზოგადოებას, თუ როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება, როგორ მოხდა 100 მეტი სოფლის მანამდე ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი სოფლების ჩაბარება, ათასობით დევნილების მიღება საკუთარ მიწა-წყალზე ჩვენს ქვეყანაში და ამ ომის შემდეგ მეგობრებო გახსოვთ, რომ სწორედ იგივე ხელისუფლებამ, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა თუ თავიდან ვერ აირიდა, სულ რამდენიმე თვეში გადასცეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები, აქტივები გადასცეს იგივე ოკუპანტ ქვეყანას. სამხრივად გაუხსნეს ვიზები და ჩვენ ვნახეთ, რომ არაფერი არ შეიცვალა ომის შემდეგ პოლიტიკას გულისხმობ. იგივე, რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ჩვენი მეგობრების მიმართ, რომლებიც ურყევად მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ისინი მხარს უჭერენ არაღიარების პოლიტიკის ნაწილში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ასე ვთქვათ, ომის შემდეგ რუსეთმა განათავსა კიდევაც ბაზები, დასავლეთმა ჩვენ ვნახეთ, რომ გააგრძელა ჩვეულებრივ ვაჭრობა თუ ურთიერთობა ისე როგორც ჩვეულ რეჟიმში როგორც მიმდინარეობდა. ამიტომ ეს არის ჩვენთვის ერთგვარი გაკვეთილიც. ამიტომ ვამბობთ ჩვენ ყოველთვის, რომ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით ომის ფასიც, მაგრამ ასევე ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი. ამიტომ არის ძალიან ღირებული ის მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მოიტანა ქართულმა ოცნებამ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან. 12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ არ დაგვიკარგავს ტერიტორიული მალობა ღმერთს, ჩვენ არ ქონია ომი და ჩვენ ვახერხებთ სწორედ აი ამ ოკუპაციის პირობებში, ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვახერხებთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენი გონივრული ნაბიჯებით, მშვიდობიანი პოლიტიკით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაცია და მისი სრული ინტეგრირება ჩვენს იურისდიქციაში. თქვენ თქვით რომ გადაგისწრება, აი გუშინ იყვნენ ამასწრებები, აი რისი ცდილობა ეს დავამატებით ხელისუფლებასთან დაკავშირებით გუშინ ყველა პარტნიორმა სწორედ 7 აგვისტოს ასე ვთქვათ გამოხმაურა აგვისტოს ომის დაწყებას. არის თუ არა ეს დასტური იმისა, რომ 7 აგვისტოს აღიარებს მთელი იცით რა, მე ასე გეტყვით, რომ კი ბატონო, რა ჭირდებათ არის. საერთოდ ხომ არ არის ძალიან უხერხული, როცა ჩვენ ჯერ ერთი ჩვენი გმირი ჯარისკაცები საფლავებთან გავარდა,
საუბრობთ უხერხულ თემაზე, თარიღთან დაკავშირებით საუბრობთ. მაშინ როცა წინა ხელისუფლება 2013 წლის ჩათვლით 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ომის დაწყების თარიღს. ეს კითხვა დაუსვით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. მაშინ რატომ აღნიშნავდნენ ისინი 8 აგვისტოს და დღეს რა შეიცვალა? და საერთოდ მე ერთი რამ მინდა გითხრათ, ეს ყველაფერი, ეს თარიღთან დაკავშირებული მოგონილი სპეკულაციები მიმართული არის შემდეგი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად მოახდინონ თავარი აქცენტის გადატანა, ყურადღების გადატანა თარიღთან დაკავშირებით. თარიღს რაც შეეხება, მეგობრებო, შეგახსენებთ ყველას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სასამართლოში დაიცვა ბოლომდე უკომპრომისოდ ჩვენი ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ჯარისკაცების ინტერესები. სწორედ ჩვენ მოახერხეთ ის, რომ ყველა სასამართლო მოვიგეთ პირწმინდად. ამიტომ დაანებეთ ძალიან გთხოვთ აი ამ უსაფუძვლო სპეკულაციებს თავი, მე მინდა აი ამ ჯერ კიდევ პასუხისმგებლო ოპონენტებს მივმართო, რომლებიც ბედავენ ის ადამიანები, რომლებიც არიან შემოქმედნი აი ამ უბედურების ტრაგედიის. ბედავენ და თარიღთან დაკავშირებით ბედავენ აი ამ манипуляციებს და სპეკულაციებს. ერთი რამ მინდა გითხრათ. ეხლა ვიგეთქვით. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ რუსეთის ფედერაციამ 2007 წელს დატოვა ჩვენი ტერიტორია. 2007 წელს რუსეთის ჯარმა არც ერთი რუსი ჯარისკაცი საქართველოში აღარ იყო 2007 წელს. კითხვა დასვით მეგობრებო, როგორ მოახერხა აი ამ უგუნურმა ხელისუფლებამ და გამყიდველმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ რამდენიმე თვეში დააბრუნა უფრო დიდი ძალით. გავიგედამ, როცა შენ ხარ ხელისუფლება, როცა შენ გაქვს ძალა იმისა, რომ ეს ყველა რისკები გათვალო შესაბამისად, შენს ხალხს არიდო ეს ომი იქნება თუ ნებისმიერი ესკალაცია თუ ნებისმიერი კონფლიქტი, ეს არის შენი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი ჩვენი ტერიტორიების. მაგრამ ირისი დამტკიცება კიდე ჩვენ ნახეთ სასამართლოს გადაწყვეტილება დეტალებზე მე მინდა გითხრათ შემდეგ. დეტალებზე არა, ეხლა პრიმიტიულ კითხვებს მისვამთ აქ. ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა. საკუთარ ომს რაც შეეხება ომის დეფინიცია, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ. მაგრამ კარგად მოგესწრება თქვენი ციტატიც, მაგრამ საუბარია, აი მე რა აქცენტებიც გავაკეთე და არა მხოლოდ ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს. აი მარტო კითხვას დაგისვამ თქვენ. კოდორის ხეობა, რომელიც საერთოდ მანამდე არ ფიგურირებდა, არც არავითარი პრეტენზია არ გამოგუთქვას, არც სეპარატისტ აფხაზებს, არც არავის. როგორ მოხდა, რომ ამ ომის ფარგლებში 5 დღეში უბრძოლველად ჩააბარეს ოკუპანტებს, გადასცეს და საერთოდ დაიკარგა და ამაზე კითხვას არავინ აღარ სვამს და თქვენ მეუბნებით, რომ კითხვა უნდა დავსვა? რას ნიშნავს ჩვენი ძვირძველი ტერიტორიები გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას და ჩვენ სეპარატისტებს? უკაცრავად მეგობრებო. გუშინდელ განცხადებაში გეწერათ, რომ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი ყოფილი ხელისუფლების. ძალიან მე კიდევ გიმეორებთ. ამ თემაზე მე აღარ მსურს დეტალებში შევიდე. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს. ჩვენ მთელი ეს წლები იმ მიზნის მისაღწევად, რომ ჩვენ უნდა მოგვეგო ყველა პროცესი სასამართლოში, ასეც მოხდა. ჩვენ ამ თემას ღიად არ ვსაუბრობთ, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ეს კითხვები ყოველთვის არსებობდა, ყოველთვის იარსებებს. კითხვები, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რატომ მოხდა, რომ რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი და რამდენიმე თვის შემდეგ, მე ბევრი ინფორმაცია მაქვს. და რატომ მოხდა, რომ საქმეში რის გამოც გამოძიების დაწყებას აპირებთ ქვეყნის შიგნით მიხაილ სააკაშვილის. მე ამ თემაზე დეტალებზე ვეღარ გიპასუხებ. ყველაფერს დაველოდოთ. მეგონი ბევრი ვისაუბრეთ. ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლების. არ მესმის ბოდიში? ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლების. თქვენ არ გესაუბრეთ, რა გესაუბრეთ? თავისუფლების ინდექსით საქართველოს მსოფლიოში არის მესამე ადგილზე დემოკრატიის მრავალფეროვნება აქვეყნებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო არის საწინააღმდეგო. ამ და სხვა თემებზე ბოდიშს ვიხდი, არ მსურს საუბარი დღევანდელ დღეს. იმიტომ რომ დღეს თავარი თუ დამასწრეთ საუბარს, მალე დავჭები. ზრდილობა იქონიეთ და დამელოდეთ. მე მინდა გითხრათ, რომ ამ და სხვა თემებზე მე არ მსურს საუბარი. დღეს არის გლოვის დღე. დღეს ჩვენს გმირებს პატივი უნდა მივაკოთ, მათ ნათელ სოვნას კიდევ ერთხელ
უსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. დიდი მადლობა. საქართველოს ბრალეულობა უნდა და საქართველოს